ცხინვალის რეგიონი ანექსიის საფრთხის წინაშეა. კრემლში ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. მოსკოვში ალან გაგლოევმა ხელი ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერა. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა ალან გაგლოევმა შეხვედრისას განაცხადა, რომ გაფორმებული დოკუმენტი ოსი ხალხების გაერთიანების პროცესის დასაწყისი იქნება. პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ და თქვენ ვდგამთ ნაბიჯს ოსი და რუსი ხალხების დაახლოებისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნების გაერთიანების საბაბი. ამიტომ სავსე ვარ სიამაყით, რომ მაქვს საშუალება ვიყო ამ მოვლენების მონაწილე და გადავდგა ნაბიჯი დიად რუსეთთან გაერთიანებისკენ, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს სურდათ. მინდა სრულიად სამხრეთ ოსეთის ხალხის და პირადად ჩემი სახელი დიდი მადლობა გადაგიხადოთ. პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ. ალან ედუარდოვიჩ, მე ვიცი, რომ თქვენ მუშაობდით ამ დოკუმენტზე. ეს არის ჩვენი სახელშეკრულებო სამართლებრივი ნორმატიული ბაზის სრულყოფა და იგის შესაძლებლობას მოგცემს კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და სოციალური საკითხების გადაწყვეტაში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ.